ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად ბრალდება კიდევ 15 პირს წარედგინა. მათ ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ეტებათ. 16-დან პროკურატურა 15 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. მარიამ მეყანწიშვილისთვის კი სასამართლოს გირავს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელუხშაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამა ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ ყვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ალთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიშში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულების ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს, სხვადასხვა საგნებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე პირებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ამავდროულად აღნიშნული სისხლის სამართლის ფარგლებში დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, მარიამ მეყანწიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით 4 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა და შემდგომი მოქმედების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირის 21 ნომერში მდებარე ოფისში.